4 დღეა სახში არ მისულა. 4 დღის განმავლობაში ერთავთ გავართ ცენტრალურ ქუჩებზე და ვწმინდავთ. გაწმენდილი იყო. რომელი ქუჩა არ იყო გაწმენდილი, თუ გინდა მე დღეს სახში არ მივსულვარ. არც გუშინ და არც გუშინწინ. ეხლა დღეს ჩემი მანქანით მე პირადად ჩაგისვა მანქანაში და ერთად მოვიაროთ ყველა ქუჩა. პირდაპირ გეუბნები, დღეს აქედან თუ გინდა ტელევიზიებიც გამოყვეს. ვინც გინდა ის წამოიყვანე, ჩემი პირადი მანქანით მე და შენ უნდა წავიდეთ და ყველა ქუჩას გაჩვენე. ყველა ქუჩას. არა, თანაკალაკელები ხარ და გავიგე ოპოზიციები, პარტიები, მაგრამ ადამიანების მიმართ სიძულვილის ქონა რა უბედურებაა რა. ერთი წამით 14 ადმინისტრაციული, ხოა, 14-ვე ადმინისტრაციულზე გაკეთებული იყო მინიშტაბები, ქალაქ ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, ჩართული ვიყავით ყველა ლოკაციურად უბნებზე, 70-მდე ტექნიკა და მეტიც ვაჟა ნამდვილად იყო. ყველა კერძო კომპანიას თხოვეთ და მოგცეს თავისი ტექნიკა. ყველა კერძო კომპანია იყო ჩართული, გვეხმარებოდა და ოპერატორების პრობლემა რო არ ყოფილიყო, ჩვენ საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები დავყვებოდით ტრაქტორებს, რომ ლოკაციები გვესწავლებინა. პროსტა ვაშკაცურად გეუბნები, ისეთ რამეზე ნუ ვილაპარაკებ, რაც მართლა ბუნებაში არ იცი რა. დილის 6 საათამდე ერთი წამით, დილის 6 საათამდე თოვლი გავწმინდეთ, წავედით რომ გამოგვეცვალა დავსველდით, დილის 9 საათზე რომ მივედით, აი ჩემი თვალით ნანახს გეუბნები, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ისეთი მაღალი თოვლი იყო. ინტენსიურად თოვლა, მე ამდენი წლის გავხდი ბათუმში ესეთი თოვლი არ მახსოვს. მუნიციპალურ ტრანსპორტს რაც შეეხება, ისევ მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ხალხო, მანქანები იყო ქუჩაში. ავტობუსი ვერ გადაადგილდებოდა, იქნებოდა საცობები. იყო პრობლემები. ან ავტობუსი ვერ მიდიოდა, ისე ვერ აჩერებდა იმის გამო, რომ ქალბატონმა ნინომ რო თქვა, ფოტოებს რო გამოფენენ, რომ აი სანდასუფთავება არ მუშაობსო. სანდასუფთავების ყველა ავტომობილს ჰქონდა დანა, სპეციალური დაბმული და ხალხი თან ნაგავსიღებდა, თან მუშაობდა. მართლა ძალიან მარტივია, არის რაღაცები. რაშიც პრობლემა გვაქვს და ვცდილობთ გამოვასწოროთ, ადამიანები ვართ ხო, ვინც მუშაობს, ბუნებრივია შეცდომას ის უშვებს, მაგრამ რა კარგია ლაპარაკი, იცი ახლა დილით გამოხვალ და ლევანი არის მაჟორიტარი ძალიან რთულ უბანში. გაცილებით მაღალი თოვლია ლევანის უბანში, ვიდრე ბათუმში, იმიტომ რომ შემოერთებულია და იქ ცოტა სხვა სტატისტიკა, სხვა მონაცემებია. გზა არ არის ისეთი ფართო, სამუშაოდ ტრაქტორი რამდენ ადგილას მივიყვანდა, ფიზიკურად ვერ შევიდა, ეს თანახო უნდა მიიტანოს, რაღაცა მიყაროს. იქ რაღაცებს აზიანებ, ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაო, ვიღაც ავტომობილია. ნამდვილად გეუბნებით, რომ რაც იყო 30-მდე ვიყავით. ყველა ქუჩაზე კოლეგას რამეში გამოვიყავთ, მაგრამ აი ეკრანზე მიადევნოს მოსახლეობა თვალყური. როგორი სახი აქვს ჩვენს კოლეგას ლევანდოლიძეს? საერთოდ გამოუძინებელი თვალებით მოვიდა დღეს ადამიანი სხდომაზე და როგორი სახი აქვს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას. სითბოში ძალიან კარგად ისე გამოძინებული და მშვიდად არის მოსული. ლევან, ჩემი პატივისცემა შენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს ქალაქზე და აქ თუ არ თქვი, არ გამოფინე, რაღაცა ხმა არ მოიხედა, არ დაანახი ამ ხალხს, მაგრამ ბევრი ვერც იმას ხედავს, ისე ხო საქმის ჩუმად კეთება არ შეიძლება. მაინც და მაინც უნდა ახვდეთ ტელევიზიები და იკეთონ საკუთარი პიარი. მეტისთვის ლევანს შეხედეთ და შეხედეთ კიდე ბევრი ადამიანს, ვინც გემსახურებათ თქვენ და ემსახურებათ ჩვენს ქალაქს. მართლა რა უბედურება, გთავაზობთ, გაყევით თუ მაგრები ხართ. გაყევით ლევანი, გთავაზობთ, გამოვყევით და გაჩვენეთ. რომ ამას პასუხი არ გაიცის. სამუშაო ჯგუფიდან ჩართული ვარ, როგორც გოჩა, როგორც ლევანი პირველი დღიდან მეც მათ შორის არ გაჩერებულა. დღისითაც და ღამითაც 24 საათი. ბატონ არჩილთან და ყველა სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად. 2 საათი ეძინა ადამიანებს ეხლა რა, როცა ეგეთ რაღაცას ამბობ, არა უმადურობასთანა ხო ხვდები და ცოტა უნდა დააფასოს სხვისი შრომა რა. არ შეიძლება ეს, როცა ლენტებზე ლაპარაკობ, ყველგან გაკრული იყო, მაგრამ სხვათა შორის არავინ არ იცავდა, გადიოდა ადამიანები იქ მაინც. აღმაშენებაზე სტეფანო კაზროიძახი იქ ვიყავი მიმაგრებული და ვიცი სადაც იყო გაკრული და ადამიანები მაინც გადიოდნენ რა, მითითებას ვაძლევდით პირდაპირ, გამოსული ვიყავით მეც, გამგეობა და ყველა რა. როცა ეგეთ რაღაცას ამბობ, არა ცოტა დაფიქრდი. ახლა გეტყვი ერთ მაგალითს, გუშინ მაგალითად, როდესაც ქონდა სპეცტექნიკა გაგზავნილი აღმაშენებლის ქუჩაზე, პატრულთან ერთად ჩავკეტეთ გზა,
მაგრამ მანქანების ნაკადი ხო ხტები ვერ გავაჩერეთ. წარმოიდგინე პატრულთან ერთად მანქანების ნაკადი ვერ გავაჩერეთ. დღისით იმიტომ მოხდა რომ ღამე იყო ეგ ადგილი გაწმენდილი, ხო ხტები თოვლი რო დაიდო, დღისით იმიტომ გადავწყვიტე რომ ძალიან ბევრი მანქანა დადიოდა. ესეთი შემთხვევა იყო უამრავი მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. როდესაც ამას ლაპარაკობ, ერთი ქუჩა იყო 5 ჯერ მინიმუმ გაწმენდილი ღამით, როცა ვამთავრებდით სამუშაოს თოვდებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ერთი მითხარი რა. აქ იყო არა ერთი სამი ბევრს გეტყვი ჯავახიშვილის ქუჩა, მაგალითად რო დავიწყეთ პირველ ქუჩას, ღამის 4 საათამდე მანქანების ნაკადი არ გაჩერებულა. ბატონ არჩილთან ერთად ვიყავი იქ და სხვა თანამშრომლებთან ერთად რა. როცა ეგეთ რაღაცას ამბობ ცოტა დაფიქრდი რა. ჯავახიშვილის ქუჩაზე გათოვდა ეგრევე და დილით თოვლი იყო უკვე. და როცა გამოდიხარ და ეხა ესა რაღაცებს ამბობ გული კი ტყივა უბრალოდ იტყუები გაიგე და სხვის შრომას არაფასებ და პატივისცემა ისწავლეს ხვების კოლეგების გაიგე აქ მოდიხარ და აი ჩათვალე რა განსღავ ყველას რა შენ გამოძინებული იყავი ღამის 5 საათზე და ჩვენ არც ეს არ გვეძინა და ამიტომ ხო რა ისე არ მინახი ხარ არსად გადმოსულიყავი და გენახე იქ მოსულიყავი სოლიდარობა გამოგეხატა რა ქვია თუ დაგვინახე თუ აღმაშენებელზე იყავი სად იყავი ეხა რაღაცებს იტყუები აქ გამოდიხარ ვერ გავიგეო და სოდა პატივისცემა ისავლე რა გამოდიხარ აქ და ადამიანებს ლანძღავ რა იმიტომ რაღაცა ქულები დაიწერო როგორ შეიძლება ასე რა ცოტა თავს საკუთარ თავს ეცი პატივი რა მაინც